საწინააღმდეგო და არალოგიკურია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ორივე პირის სიკვდილი გამოწვეულია ერთი მხრივ ნახშირბადის მონოქსიდის მაღალი კონცენტრაციით და მეორე მხრივ ჟანგბადის რაოდენობის სიმცირით, მაგრამ ექსპერტიზაში არსად არ არის გადმოცემული ამის დამაჯერებელი საფუძველი. ბატონ ბაუმანის აზრით, FBI-ის დოკუმენტში არის ისეთი კვლევები, რომლებიც არანაირად არ უკავშირდება უბედურ შემთხვევას. ასეთად იგი მიიჩნევს უშუალოდ ნიკალას გამათბობლის კვლევას, რომლის შესახებაც დასკვნაში წერია, რომ ინტერნეტის საშუალებით იქნა დადგენილი ნიკალას მწარმოებელი კომპანია ირანში და ასე შემდეგ. Also was mir noch aufgefallen ist, ექსპერტიზაში თვალსაჩინოა ისეთი საკითხების დეტალური აღწერილობები, რასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ექსპერტიზის და არც ექსპერტიზის დასკვნისთვის. მაგალითად, დეტალურადაა აღწერილი გაზის გამათბობელი და მისი წარმომავლობა. ამ დროს გამათბობელი არაფერს უეშია, რადგან იგი გამართულად მუშაობდა და პრობლემური მხოლოდ მის დამონტაჟებასთან დაკავშირებული დეტალები იყო. დასკვნაში აღწერილია, რომ საკვამურებში ხშირად იკეთებენ ბუდეს ჩიტები და რომ ეს პრობლემურია მილებში ნამწვი აირების მოძრაობისთვის. ცხადია ამ საკითხს რამენაირი მნიშვნელობა ექნებოდა ექსპერიმენტისთვის, ეს რომ ასე ყოფილიყო. მაგრამ ამ შემთხვევაში არ მესმის, რა პრობლემითაა განპირობებული ჩიტების საბუდარის აღწერილობის დასკვნაში არსებობა. ბატონმა ბაუმანმა მიგვანიშნა FBI-ის დასკვნაში არსებულ აშკარა შეუსაბამობაზე. მაგალითად, ერთ ადგილზე წერია, რომ ჯანდაცვის სტანდარტების მონაცემებით ჰაერში 18%-იანი ჟანგბადის კონცენტრაცია მხოლოდ ფიზიოლოგიურ უსიამოვნებებს იწვევს. მეორე ადგილზე იგივე 18% აღწერილია როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო და სასიკვდილო კონცენტრაცია. FBI-ის დასკვნაში აღმოჩნდა არსებითი არითმეტიკული უზუსტობაც. შემთხვევის ადგილზე ჰაერის ხარისხის გაზომვის დროს ჟანგბადის მოცულობა 20.4%-დან 18.4%-მდე შემცირდა. დასკვნაში წერია, რომ ეს იყო 20%-იანი შემცირება. მარტივი არითმეტიკის საშუალებით შეიძლება იმის გარკვევა, რომ 20.4-ის 18.4-მდე შემცირება 10%-ია და არა 20. რაც შემდეგ თეორიულ ნაწილში ექსპერტებმა სიტუაციის ხელოვნური დრამატიზებისთვის გამოიყენეს. მისთვის ვილაპარაკო იმაზე, თუ რატომ არის ასეთი ხარისხის ეს ექსპერტიზა. საქმეში ჩაუხედავ და განათლებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაინახოს ექსპერტიზაში არსებული წინააღმდეგობები. შეიძლება გაგიჩნდეს აზრი, რომ ეს არის არაპროფესიულად გაკეთებული ექსპერტიზა. ან კიდევ ეს ყველაფერი უბრალოდ რაღაც გარკვეული ჩანაფიქრითაა გაკეთებული, რომ ეს წინააღმდეგობები თვალშისაცემი იყოს. ამას სხვა ახსნას ვერ მოუძებნი. და ბოლოს ფრენკ ბაუმანს მიაჩნია, რომ დასკვნაში სიკვდილის მიზეზი არ ჩანს. ჩემთვის აბსოლუტურად დამაჯერებლობას მოკლებულია და ექსპერიმენტის ყველა შედეგიც იმაზე მიუთითებს, რომ FBI-ის დასკვნის აღწერილობებს ადამიანის სასიკვდილო შედეგამდე არანაირი ლოგიკით არ მივყავართ. როდესაც ეს ამბავი მოხდა და ყველანი ესეთი გაუგნებულები და ასე ვთქვათ, შოკში იყო პრაქტიკულად ყველა. დაცვის ხელმძღვანელმა ხარშილაძემ ამოიღო სუდაჩებიდან მისი სეიფის გასაღები. ერთი სეიფი იყო ვაშტიჩურის ოფისში, დემოკრატების ოფისში, მეორე სეიფი კანცელარიაში. მივიდა ეს სეიფიდან სრულიად მარტო, არავინ არ ყავდა თანხლები დიდი, არც ოჯახის წევრი, არც ნათესავი, არც მეგობარი. და სულ ესე მარტო ამოიღო რაღაც ნივთები და გამოასუფთავა ეს სეიფები. და დაიკარგა იმ სეიფებთან დრონდე უცნობიერი. ეს ნათელი გახდა მას შემდეგ, როდესაც რაღაც ნივთების რომელიც დანამდვილებით იცოდა ნინომ, ზურას უნდა ქონოდა ის ნივთები არ ჩანდა და მოიკითხა და ხარშილაძე მაღიარა, რომ მან აიღო ეს ნივთები და თავისთან შესანახად წაიღო და რაღაც ნივთები დააბრუნა. არ დააბრუნა და რა ნივთები იყო კიდე ამ სეიფებში, გაჩვენა არ იცის. ეს არაერთხელ იყო ამის შესახებ, არაერთხელ ეცნობა გამოძიებას, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. არანაირი ინტერესი ამ ფაქტს გამოძიების მხრიდან არ გამოუწვევია. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ალავიძემ ექსპერტიზის დაწყებისთანავე გამოაქვეყნა პირველი ცნობები გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
ზურაბ ჟვანიას გვამდენ აღებულ სიცხში მოხდა გამოკვლევა კარბოქსიგემოგლობინზე. პირველადი გამოკვლევით აღმოჩნდა კარბოქსიგემოგლობინი სიცხში, რაოდენობა ზუსტად, ესე იგი, ხვალ 3 საათისთვის, ხვალ 3 საათისთვის იქნება დადასტურებული ზუსტად. ეს მიუთითებს, რომ რაღაცა ლეტალური რაოდენობა კარბოქსიგემოგლობინისა და საერთოდ ფიზიოლოგიურ პირობებში ეს რაოდენობა 5-დან 10%-მდე შესაძლებელია არსებობდეს. 10%-ის ზემოთ იწევს უკვე კლინიკურად მდგომარეობის დამძიმებას და ლეტალობა 20%-ის ზემოთ იწევს უკვე სიკვდილიანობას. ექსპერტ მარინა ალავიძის დაბნეულ კომენტარს კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიხაილოვის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგის სოსო კუტუბიძის მოსაზრება. მისი თქმით, სასიკვდილო შედეგი მოსალოდნელია მაშინ, როცა სისხლში ნახშირბად ჰემოგლობინი 40%-ს აჭარბებს. ჩვეულებრივ პირობებში 15-20% უკვე ტოქსიური დოზად ითვლება, 40% ეს უკვე სასიკვდილო დოზა, ხოლო 60%-ის შემთხვევაში ეს უკვე სხვადასხვა ლიტერატურებიდან მონაცემებით ეს უკვე პრაქტიკულად გამოუვალი მდგომარეობაა. ბატონი კუტუბიძის ინფორმაციას შეესატყვისება სხვადასხვა სამეცნიერო მონაცემებიც. ჩვენ შევისწავლეთ სწორედ მარინა ალავიძის განყოფილების მიერ მომზადებული 2001-2005 წლების სტატისტიკა, თუ როგორი იყო ნახშირბადის მონოქსიდით გარდაცვლილი ადამიანების სისხლში ნახშირბად ჰემოგლობინის გაჯერების დონე. ამ სტატისტიკის მიხედვით, 3-5%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, ნახშირბად ჰემოგლობინის სასიკვდილო დონე 40-65%-ს შორის მერყეობდა. მარინა ალავიძე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიოჰემატოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ეს ინფორმაცია შეუძლებელია მისთვისაც არ ყოფილიყო ცნობილი. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და ექსპერტიზის ბიუროს უფროსის ლევან სამხარაულის ზედამხედველობით გაკეთებული კომენტარები არაადეკვატური და არაზუსტი იყო. მომწამლელი ნივთიერებების შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში არის მონაცემები ქიმიური ნივთიერება რკინის პენტაკარბონილის შესახებ, რომელიც ორგანიზმში შეიძლება მოხდეს როგორც სასუნთქი დასაყლაპავი გზებით, ასევე ინიექციის საშუალებით. და მას ისეთივე ფიზიოლოგიური ეფექტი აქვს, როგორც ნახშირბადის მონოქსიდით, ანუ CO2 მოწამვლის დროს. შესაბამისი ლიტერატურის მიხედვით, რკინის პენტაკარბონილით მოწამვლის ერთადერთი განმასხვავებელი სიმპტომი ისაა, რომ სისხლში კონცენტრირდება ნახშირბად ჰემოგლობინის უჩვეულოდ დიდი რაოდენობა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიის გამოკვლევებით კი ჟვანიას და იუსუფოვის სისხლში სწორედ ნახშირბად ჰემოგლობინის უჩვეულოდ მაღალი დონე 72 და 74% იქნა აღმოჩენილი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟვანიას ტუჩზე სისხლნაშხენს და მონათხრობს იუსუფოვის სხეულზე ნანემცრების შესახებ.